სამივე ინსტანცია აგერმა კი ბატონო. ვიცით ბატონო მიხეილ გისმენთ პატივცემულებო. შეიძლება ხომ საზოგადოებრივ დადოთ დასკვნა. შესაბამისი რა თქმა უნდა. კი ბატონო, ჩვენ დასკვნას რა თქმა უნდა დავდებთ და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე ერთ-ერთი კიდევ შეიძლება რამე გამომჩა ბოდიში. გავიხსენებთ არსად არ გვიჩქარება თუ არა და შემდეგაც ვითანამშრომლებთ. ბატონო მიხეილ, თქვენ საქმეზე თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ სამი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც ამბობს, რომ მაშინდელი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი დათა ახალაია. ასევე მისი ხელქვეითი გიორგი დგებუაძე ზედმეტსახელად მასტერა. კი ბატონო. და არა მხოლოდ ისინი, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი მონაწილეობდნენ უშუალოდ თქვენი და სხვისი შვილების უდანაშაულო ახალგაზრდების, სტუდენტების, ჩვენი ქვეყნის მომავლის რომა სურმანიძე და მარად ართმელაძე. სტუდენტები. ქუჩაში დახოცვაში უფრო მეტიც მაღალი. მე ვარ უზენაესი კანონის წინაშე. კი ბატონო. აგერ ვარ პატივცემულებო ძალოვანების წინაშე. უფრო მეტიც მაღალი თანამდებობის ამ პირებმა თავად გავახსენე წაღან ბოდიში ერთ წუთი ბოდიში უნდა მოგიხადო აღებებული ვარ. რა ვახსენე რომ ესე იგი მით უმეტეს წაღან არჩევნებზე მეთქი რომ თემა იყო რომ ასე ამას მიპირისპირდებიან. აქეთ ხელისუფლება იქცა ჯალათებად. რიადავო კი არა, ხელისუფლება. რიადავოი რომ რიადავოს კლავს, თავრობა არავნაირ შუაში არ. თვითონ ხელისუფლება რატომ დახოცა ამაზე მაგ გული გახეთქილი. კი, უშიშროების სამსახური რო ებარა იმ კაცმა და სხვა მაღალ ჩინოსნებმა, ვინც ჩამოვთვალეთ, არა მხოლოდ მოკლეს, არამედ ამას ჰქონდა საკონტროლო გასროლების ფორმა. აი ეს გააკეთეს. ეს არის განაჩენებში. ბოდიში უნდა მოგიხადო. დათა ახალაია. დგება ასე, დასცინის, უდრებს დასცინის და ავტომატ სროლილობს ასე და იცინის. კადრებში მაგ, აგერ კადრებში, ტელეფონშიც მაგ. რომ ესე და ამიტომ პატივცემულებო ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ თქვენ მათ ჯალათებს ეძახით და ეს სწორედ ეს ტერმინი კარგი იქნება სხვა კვალიფიკაციებთან ერთად დასკვნაში თუ მოხდება. თქვენ სამი ინსტანციის განაჩენი გაქვთ. ეს რა თქმა უნდა ვერ გამოასწორებს იმ ზიანს, რომელიც ვერ გამოასწორებს ეს რასაკვირველია, იმ ზიანს, რაც თქვენ მოგადგათ, მაგრამ სამართლებრივად ეს უმნიშვნელოვანესია, რომ დადგინდა სიმართლე და რომ თქვენი შვილი აღიარებულ იქნა როგორც მართალი ახალგაზრდა ქართველი კაცი. თქვენ ჩვენი კომისიისგან ბატონო მიხეილ რა მოლოდინი გაქვთ, რა უნდა ჩაიწეროს თქვენ შესახებ დასკვნაში, ეს ჩემთვის საინტერესოა რომ ვიცოდე. გარდა იმისა, რომ თქვენი შვილი იყო მართალი. თუ შეიძლება, ჩემი შვილი, როგორც სტუდენტი, 23 წლის შვილი, ოჯახის მარჩენალი, ჩემთვის გაუწონავი და გაუზომავია. დანარჩენი ძალოვანები დაშიფრავთ თქვენ გაუზომავია. არის ზომება, მაგის ხარისხი ჩემთან არის ზომება. მით უმეტეს დედაც შეიწირა ჩემმა შვილმა. სხვანაირად არ ჩამომართვა დედას 44 წლის ასაკში 23 წლის შვილმა დედა შეიწირა. ეს მინდა ვთქვა. განულტოლფასდა ოჯახი. ესეც უნიშნელოვანესი უნდა იყოს. კი ბატონო. ბატონ ალუდა სურს კითხვის დასმა. სროლილობს ამით არის. ამით გამოწვეული თუ არა. შემთხვევით ღმერთმა დაიფაროს შემთხვევით ეს სხვა საკითხია. ბატონი ალუდა. რომ მიზნად ისახავს ეს სხვა არის მიზნად. სწორედ ამიტომ განზრახმკვლელობის მუხლით გასამართლდა ახალაია. კი ბატონო, დათა ახალაია. ბატონო ალუდა. ბატონო მიხეილ. გისმენთ პატივცემულო.
შეიძლება რიტორიკულად შეხერდეს ჩემი კითხვა მას შემდეგ რაც თქვენ ბრძანეთ შეიძლება რიტორიკულად შეხერდეს ჩემი კითხვა რასაც ეხლა თქვენ გისმენთ მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ მთელი ამ ხნის განმავლობაში მას შემდეგ რაც თქვენ ჭირისუფალი ბრძანდებით ვინმე აი ამ ჯალათების პარტიიდან თუნდაც ერთი ადამიანი მაინც ვინმე მოვიდა და მოგისამძიმრათ ამ პატიება გთხოვათ როგორ გეკადრება დიდი მადლობა ძალიან კაშე კითხვა იყო არანაირი პირიქით რა ვთქვი და არჩევნებზე შეურაცხყოფას მაყენებდა ხელ და ხელ ჩხუბით ისევ სამეზობლო ჯგუფი ასე შემიძლია თქვა ესე იგი რაიონში რომ გავდიოდი უკვე გამათი მქონდა ამ წინას არჩევნოთ საერთოდ და ყოველთვის თავშეყრა იყო თათბირები და რაღაც ყოველთვის გამათი მქონდა ნუ თუ ამ ხელისუფლებას არ გააჩნია მკვლელობებიო ეს პირიქით არავის ქედი არ მოუხრია მეხუთე ნომრებიდან მადლობა ხო და აი ახლა ამ კომისიის ფორმატშიც მინდა იმ არაკაცებს უთხრა ჩვენ გვიყურებს საზოგადოება რა თქმა უნდა და ხშირად არის ხოლმე კითხვა რომ აი რა შედეგი მოყვება ამ კომისიის ასე ვთქვათ მუშაობას და ასე შემდეგ დიდი იმედი მაქვს მე თქვენ არაკაცებო აი ამ ხალხს თქვენ არაკაცებო აი ამ ჭირისუფალ ხალხს თვალებში ჩახედეთ და კიდევ ბედავენ ეს არაკაცები და იძახიან რომ რაღაცები დადგმული არის და კიდე ქილიკობენ ოჯახების განადგურების ხარჯზე რა პოლიტიკის აი ჭირისუფალ ადამიანს რო საარჩევნოდ კი არა იმის თავი რო არა გაქვთ რომ და ღირსება რო არა გაქვთ ეხო ვიცით ჩვენ მაგრამ ჭირისუფალ ადამიანს რომ მიხვალ და კიდევ რო ნებისმიერ საკითხზე რო ეკამათები და იმის თავი არა გაქვს რომ პატიებას თხოვ და განადგურებულ ოჯახებს ერთი ადამიანის ხაზი მინდა გაუსვა ერთი ადამიანის არამს თუ კვლელობა უბედურებად არ ღირს არაფერი ერთი ადამიანის და ხშირად მithქვავს და გავიმეორებ წყალს წაუღია ყველაფერი როცა აი ერთი ადამიანის უბედურება როცა სისხლში კი არა თავფეხიანად სისხლში არიან ეს არაკაცები ეს ნაძირლები ესენი და მინდა ყველას უთხრა როდის დამთავრდება ნაციონალური მოძრაობა ისმის კითხვა დასრულებული არ ხართ აბა რა უბედურებაში ხართ როცა აი ესეთ ადამიანს ჭირისუფალ ადამიანებს და წყლის ორი წვეთი ვიდგავს ის ტრაგედიები მოკლული ადამიანების გარემოებები ერთმანეთთან წყლის ორი წვეთი ვიდგავს მინდა გითხრათ არ კმარა ის რომ ადამიანებს აი ამ ხა გისმედით და გაოცებულიო როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ემოციის გარეშე ვინმე უსმენდეს ხალხო მართლა რაზე არის ლაპარაკი მე ბოდიში მომიხდია რომ მე ემოციაში შევდივარ და როგორ გეკადრება პირიქით დამეგრა ოჯახი დამეღუპა დამეძირა ოჯახი და ესეთ ადამიანებს როგორ ბედავთ ამას დასრულებულები კი არა უარეს დღეში ხართ ეხა ჩვენი პასუხისგებლობა რა არის როდიახ ბოლომდე მივიყვანოთ ჩემს ორ შვილს ფიცავარ მეორეთ ვიძახი ამას ერთ მაგიხეიროს მეორეთ ვიძახი ამას ერთხელ სესიის დარბაზში ვთქვი დაახლოებით წელნახევრის უკან მე მარტო რომ დავრჩე და დარწმუნებული ვარ მარტო კი არა ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა ღირსებით სავსე ქართველები ვის რა უნდა მოუშვათ რა ეს არის ტექნიკის ამბავი და კიდე გეუბნებით მე თუ მკითხავ ესენი უნდა იყვნენ რომ აი საცდაოდ ხელით უნდა გააყოლონ ადამიანებმა და ნახონ ვინ უდგას ამათ გვერდში ვინ უდგას ყვლელს დიახ ყვლელს რო გვერდში დაუდგები და დღეს რო კიდევ ბედავ და იქით რაღაცებს აბრალებ და იქით კიდე რო პრეტენზია გაქვს რაღაცაზე რა პოლიტიკის კეთებაზე ვლაპარაკოთ ოჯახები რო გააუბედურეთ სანამ პირში სული მიდგას ორ შვილს ფიცავარ ვერ რასოდეს ესენი სადმე კი არ მოვლენ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მე პირადად აი გეუბნებით და პირდები ყველაფერს გავაკეთებთ იმიტომ რომ არასოდეს არ დაბრუნდეს ეს ყველაფერი აი გისმენთ გაოცებთ თქვენ გესმით რაზეა ლაპარაკი გინახიათ ჭირისუფალი მამა გინახიათ ჭირისუფალი დედა გინახიათ
თქვენ არაკაცებო თქვენა. და როცა აი ამ ადამიანებს ნახავთ, შემდეგ გამოდი და თქვით რა პოლიტიკაზე არის ლაპარაკი, ხალხო, ბოდიშებს უნდა იყიდეთ. რომელი ბოდიში, სადაა ბოდიში მაგათი მხრიდან პირიქით, კამათი და ხელდახე შეხლა. გეუბნები ხელდახე შეხლილი ვარ მე ბევრჯერ. წინაშე არჩევნოთ ხელდახე ბევრჯერ. ეს ადამიანები მინდა გითხრათ, ბატონო მიხეილი, და საზოგადოებას მინდა უთხრა. განსაკუთრებით აი ახალგაზრდებს მინდა რომ უთხრა. იმ ახალგაზრდებს მინდა უთხრა, ვინც აი ამ კვლელებს ან არიცნობს და ან როგორც მინიმუმ შეცდომაში არიან შეყვანილები. ძალიან. იცით რა არის, რომ ყველაფერს აქვს თავისი განზომილება, ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. მაგრამ ერთი რამე არის რა. ეს ქვეყანა არის ყველას, ჩვენი ქვეყანა. თითოეული ეს ქვეყანა სადღაც მარტო ეს გეოგრაფიული მდებარეობა არ არის. ეს ქვეყანა არის თქვენაირი ადამიანების, თქვენი შვილის, აი როდესაც თქვენ გისმენდით და დღეს ექიმი იქნებოდა თქვენი შვილი. დიახ და რამდენ სიკეთეს გააკეთებდა. ჩვენი დიახ, აი ჩვენი პასუხისგებლობა, დიახ, ის რომ ჩვენს მომავალს თქვენი შვილისნაირ ადამიანებს, ჩვენ შვილებს, მათ შვილებს ისეთი ქვეყანა უნდა დაუტოვოთ სამართავად, სადაც აი ესეთი უბედურება არ იქნება. ეს ადამიანები რომ დაცდოდათ ამათ, ჩვენ ყველას აი ამ დღეში ავტომატებს შემოგვიწყობდნენ აი ესე, მერე დონაძისნაირი და სხვებს კიდე მოძებნიდნენ და გადაიღებდნენ. როგორც მოდელირებულ ქვეყანაში აცხოვრებდნენ. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა. ყველას ავტომატებს შემოგვიწყობდნენ და გაგვისტუმრებდნენ. ასე იქნებოდა, ამათ რომ დაცლოდათ, იმიტომ რომ პატარა კაცები არიან, იმიტომ რომ არაკაცები არიან. როგორ შეიძლება ამაზე ხა გამოვიდეთ? აი თუ გამბედაობა გეყობათ, ადამიანები ხო ხართ, შვილები ხო ყავთ, მშობლები ხო ყავთ, არა? გამოდით, აბა ერთი და თქვით რომ ბოდიში მაპატიეთ რომ ეგეთი რამე ვქენთ. მაგის კაცობაც არა გაქვთ. მეც მომიტევო საზოგადოება ემოციისთვის წარმოუდგენელი არის ხალხო, იმიტომ რომ აღარ ახალგაზრდები გვესწრებიან, რომლებიც საერთოდ არ არიან პოლიტიკაში, მაგრამ უყურებენ ჭირის უფალ გაუბედურებულ ადამიანს. ერთი აი ამ ადამიანის და ასეთი ოჯახის ფასად აღირს არაფერი, მაგრამ ამათ არც ნამუსი აქვს და არც სინდისი აქვს. და სწორედაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ბოროტება არამს თუ დაბრუნდეს, იოტისოდენა ძალაუფლება არ ქონდეს მაგათ. დიდი მადლობა და ბოდიში საზოგადოებას ემოციისთვის. მადლობა უღრმესი. მერთმა დაგლოცო. ბატონი სოზარ სუბარი. ბატონო მიხეილ, უმძიმესი იყო ახლა თქვენი მოსმენა, მაგრამ რაღაც შეფასებები უნდა გავაკეთოთ. მეორე მშობელიც უნდა მოვიდეს, მაგრამ აი შეიძლება ეხლავე შეფასების გაკეთება, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი, ჩვეულებრივი ტერორისტული აქტი, რომელიც ჩაიდინა ხელისუფლებამ. და ეს რო ყოფილიყო ერთჯერადი ტერორისტული აქტი, მაშინ ვიტყოდით, რომ რაღაცა გამონაკლისი იყო, მაგრამ ეს იყო ჩვეულებრივი ხელწერა და იმ ხელისუფლების, რომელიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო ტერორისტი ხელისუფლება, რომელსაც ყავდა ტერორისტული ჯგუფები. მაშინ ერთ-ერთ ჩემს განცხადებაში გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით თქვი, რომ სიკვდილის ბრიგადები ყავდა და მართლა ესე იყო და ზუსტად ეს ადამიანები მონაწილეობდნენ იქაც, სხვა საქმეებშიც. მაგალითად, ადამიანი, რომელიც თქვენ ახსენეთ, მასტერა, იგივე გიორგი დაგებუაძე. ეს არის ადამიანი, რომელიც მონაწილეობს პაატა ქარდავას მოტაცებაში, დახვრეტაში და ზღვაში გაქრობაში. დავით ცინდელიანის მოტაცებაში, დახვრეტაში და ზღვაში ჩაგდებაში. როინ შავაძისთვის 23 ტყვია ქონდა მორტყმული, მე მგონი იმის მოტაცებაში და იმის დახვრეტაში და ეს სამი ბიჭი, მათ შორის ერთ-ერთი თქვენი ბიჭი. ეს იყო ადამიანი, რომელიც გეგმავდა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას და ეს რო არ არის ჰაერზე ნათქვამი, არის ამისი ჩანაწერები, ვისაც უკვეთავდა უაის ახმადოვი, იმან ჩაიწერა ყველაფერი როგორ უკვეთავდა გიორგი დგებუაძე, იგივე მასტერა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას, მაგრამ იმან გადაწყვიტა, რომ პირიქით ჩაეწერა და აქეთ დაედანაშაულებინა. როდესაც ამ ამბავზე დადგენილია სასამართლოს მიერ უტყუარად, რომ არა მხოლოდ ფონიჭანალაში მოხდა მათი დაპატიმრება და მოყვანა მერე და დახვრეტა
ნავთლუღის ბაზრობასთან, არამედ შემდეგ დათაახალაია მივიდა მურად გორგოძესთან და საკონტროლო გასროლა გაუკეთა და შემდეგ თქვენ შულს და მეორე მეგობარს ასევე საკონტროლო გასროლები გაუკეთეს თქვენ სხვა თანამშრომლებმა. წამოვდեք იმისთვის წამოვდեք რომ ასე გააკეთა მეთქი საკონტროლო გასროლა. ეს არის დადგენილი სასამართლოს მიერ. ხმაით ჩემი პატარა ისტორიას უნდა მოვყვე იმ დღეს ზუსტად ვიყავი ქუთაისში, შევდიოდი ქუთაისის ციხეში. მაშინ 3 კვირის გახსნილი იყო ეს ქუთაისის ციხე და უკვე გამოირჩა როგორც აი ყველაზე მეტი წამება სადაც ხდებოდა და ამ დროს მირეკავს ხელისუფლების წარმომადგენელი და მიყვება რომ რუსთავის ციხეზე იყო თავდასხმა და ამ დროს მოხდა ლიკვიდაცია 3 ადამიანის რუსთავის ციხეზე და ამ დროს თურმე სპეცოპერაცია ხდება ნავთლუღში. კარგი ხნის განმავლობაში გულწრფელად გეტყვი, მეც ვიყავი აი ამ მითის ტყვეობაში, მით უმეტეს ოჯახიდანაც არ ყოფილა არანაირი და გასაგებიათ, ეხლა თქვენ კი ყვებოდით, როგორი ზეწოლა იყო ოჯახზე და ოჯახიდანაც რო იყო რაღაცნაირად თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, მოგვიანებით გავიგეთ მარტო საზოგადოებამ და რაც შემიძლია თქვათ, ის რაც საკმარისად ვერ ვიაქტიურე სახალხო დამცველობის დროს, ჩემი თავისთვის შემიძლია ვთქვა, რომ სამაგიეროდ სერიოზული როლი შევიტანეთ ამ საქმის გახსნაში, როცა ვიყავი სასჯელ ასრულების მინისტრი, სწორედ იქ აღმოვაჩინეთ ის მოწმეები, რომლებმაც უტყუარი ჩვენებები მოგცეს აი ამ საქმესთან დაკავშირებით და რაც ძალიან დაგვეხმარა ამ საქმის გახსნაში და ის რომ დამნაშავებმა პასუხი აგეს. როცა ვამბობ სიტყვას პასუხი აგეს, აქაც ცოტა უხერხულად ვარ, იმიტომ რომ ასეთი სასტიკი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ ადამიანებს, როდესაც ამნისტიის გათვალისწინებით, ყველაფრის გათვალისწინებით 7 წელი მიესაჯა, 8 წელი, აი ძალიან არასწორი განაჩენები ალბათ, მაგრამ ეს იყო პერიოდი, როცა ეს განაჩენები დგებოდა, როცა ასეთი მართლმსაჯულება იყო ჩვენთან და არ იყო ისეთი, როგორც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სამართალი აღსგადა. თავარი სამართალი იქნება კიდევ ის რომ აი ეს ტერორისტული ორგანიზაცია, ნაციონალური მოძრაობა და მისი ხელისუფლება გასამართლდეს როგორც მართლა რეჟიმი, როგორც ტერორისტული რეჟიმი, რომელიც ატერორებდა საკუთარ მოსახლეობას და მიუხედავად იმისა, რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, მე არ მეგულება უფრო მძიმე საქმე, ვიზრე არის თქვენი შვილის და მისი მეგობრების აი ეს დახვრეტის საქმე, დახვრეტა ერქვა ამას სხვა არაფერი და კიდევ ერთხელ მადლობა რომ მონახეთ ზალა და დღეს ჩვენთან ერთად ხართ და კიდევ ერთხელ ვართ თქვენთან ერთად აი ამ დიდ ტკივილში. მერთმა დაგლოცოთ და გაძლიეროთ. ბატონი რაგში გადაგიშვილი შთამომავლებაში. დიახ, უმძიმესი არის და ნამდვილად ადრეც თქმულა და ითქვა რომ ეს ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ასეთი რამ საქართველოში არასდროს, არც ერთი ხელისუფლების დროს აღარ ხდებოდეს. აქ ერთი რამე არის გარემოება ალბათ, რომელიც კომისიისთვის უფრო მეტად საინტერესო უნდა იყოს, იმიტომ რომ თვითონ სასამართლო გადაწყვეტილებები სახეზე გვაქვს. ან თქვენ ხო არა გაქვთ თქვენი ვარაუდი ამასთან დაკავშირებით, რატო შეირჩა ეს 3 ადამიანი? ან როგორი იყო мотиваცია, როდესაც ეს 3 ადამიანი აიღეს და აი ამ ასე ვთქვათ ხო გასაწირავად შექმნილი სცენარისთვის გამოიყენეს. აი ეს არის საინტერესო, იმიტომ ეს ადამიანები როგორც საქმის მასალებიდანაც ირკვევა, გააჩერეს, ჩასვეს მანქანაში და ანუ შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. როგორ არჩევდნენ თავის მსხვერპლს? აი ეს არის ძალიან ალბათ მნიშვნელოვანი. მერთმა დაგლოცოთ. ბატონი ილია. გეთანხმებით ბატონო ირაკლი, უმძიმესი მოსასმენია ეს ისტორია. ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც საერთოდ შეიძლება არც უფიქრიათ, თბილისშიც შემთხვევით მოხდნენ, როგორც ბატონმა მიხეილმა მოგვიყვა, შეეწირენ იმ შიშის დათესვას, რასაც ალბათ ემსახურებოდა მათი ფორმით ლიკვიდაცია. მე ხარი ვერ პოულობ ერთ-ერთ მიზეზს, რატო შეირჩა ეს ბავშვები, რა საზომით იყო ეს ყველაფერი გაზომილი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ესე სახალხოდ ქუჩაში ხალხის ახალგაზრდა ბიჭების 23 წლის მესამე კურსის სტუდენტების სამედიცინო
ფაკულტეტის სტუდენტების ესე სანიმუშოდ და დახოცვა სახალხოდ ერთადერთ რამეს ემსახურებოდა ალბათ რომ ყოფილიყო შიში ყველა დანარჩენებისთვის რომ ხალხს დაინახა რომ ერთი სიტყვა ზედმეტიც ალბათ გადაბრუნებულის თქმის უფლებაც არ ქონოდათ ბატონმა მიხეილმა თქვა რომ მას ავიწროვებდნენ და ზუსტად უგრძალავდნენ ხმის ამოღებას. რა თქმა როგორი ფორმით იყო და ვინ იყო ეს ხალხი, ვინც თქვენთან ამას მოდიოდა, გეუბნებოდათ? გარე პირები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ რამე სიტყვის დალაპარაკების უფლება არ უნდა გქონოდა. ეს იყო თქვენი სოფლისგან ვინმე წარმომადგენელი თუ ამოდიოდა ამისთვის სპეციალურად ვინმე ამოდიოდა და მოდიოდნენ სპეციალურად ამისთვის. არა, უნდა გაუჩუმებულიყო. რო გეუბნებოდნენ, რომ ხმა არ უნდა ამოიღო. ესეც ნამეტარი აუტანელია პატივცემულებო, როცა ეს ტანჯული ხარ, გამწარებული ხარ. და იმის უფლებაც არ აქვს რომ კიდევ ესე გიზღუდავენ და ყველანაირ შენი გულის ტკივილის აღმოფხრას თქმას ყველანაირად განალიზება გიზღუდავენ ესეც აუტანელია აი ეს არის მაშინ როცა სხვათა დაშინების მიზნით მომიკლეს მეტი არანაირი ადამიანს შვილს უკლავენ და იმის უფლებასაც არ აძლევენ რომ იგლოვოს მისი შვილი. ზუსტად აი ანალოგი. აი ეს შეფასება მინდა და მერთმა დაგლოცო მეთქვა. ბატონი სოზარი. კიდევ ერთი თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვით ახსენეთ ბატონი გურამ დონაძე. ბატონი თუ არ ვწდები გადამღები იყო ასე ეს არის ადამიანი რომელიც მონაწილეობს ამ საქმეშიც რომელმაც ასევე დადგა სცენარი თითქოს ავტომატები ჰქონდათ ბუგტარო ფაგიცეს და მის მეგობრებს ეს არის და გადაიღო როგორც ამ კონკრეტულ საქმეზე ისე იქაც გადაიღო დადგა სცენარი და გადაიღო ეს ბიჭები უკვე თავისუფალი იყვნენ და იმის შემდეგ კი ეს არის ადამიანი რომელმაც სანდრო გირგულიანის მკვლელობის შემდეგ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია თითქოს სანდრო გირგულიანი გახდა რაღაც სვანური დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების მსხვერპლი და ზოგადად ეს იყო იმ სისტემის სახე რომელიც მუშაობდა ერთდროულად ორი მიმართულებით პარალელურად მკვლელობა წამება დაყაჩაღება ადამიანების ქონების წართმევებით და პარალელურად გაშავება, ცილის წამება, ტყუილის ტირაჟირება, აი ეს ორი მანქანა მუშაობდა ერთდროულად და ეს გურამ დონაძე არის აი ამ ერთ-ერთი სახე და ერთ-ერთი ღერძი იყო აი ამ ტყუილის მანქანის. ვერ იქნებოდა ეს ხელისუფლება მარტო ტყუით, მარტო წამებით ესეთი ძლიერი რო არ ყოფილიყო პარალელურად აი სიცრუის ტირაჟირების საოცრად დაწყობილი სისტემა და ამიტომ ქალბატონო თეა მე ვფიქრობ რომ ჩვენს საბოლოო დასკვნაში სწორედ აი ამის გამოკვეთა უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როგორ ატერორებდნენ პრესას როგორ ატერორებდნენ თავისუფალ ჟურნალისტებს და როგორ მუშაობდა ეს სიცრუის მანქანა როგორ ართმევდნენ ტელევიზიებს მფლობელებს როგორ გადადიოდა ეს ყველაფერი ერთ ხელში და როგორ იმართებოდა ეს ყველაფერი ერთი ხელიდან პრეზიდენტის პრესსამსახურის შეიწერებოდა პრაქტიკულად ყველა ნიუსი გუშინ იყო ნახსენები ირმა ნადირაშვილის სახელით აი ეს ირმა ნადირაშვილი იყო სწორედ ერთ-ერთი აი ამ ტყუილის და სიცრუის მანქანის შემოქმედი რომელიც წერდა ყველა ნიუსს რომელიც აბსოლუტურად ერთი და იგივე სიტყვებით გადიოდა შემდეგ ყველა ტელევიზიაში მერთმა დაგლოცოთ. ზუსტად მასე იყო, ზუსტად. ბატონო მიხეილ, კიდევ ერთი ნიკა გვარამია თავის იმ ნოემბრიდან ნოემბრამდე ფილმი რო გადაიღო ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით ასევე ამ სიცრუის ტირაჟირების ერთ-ერთი ავტორი, მაშინ ამას აკეთებდა როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე და შემდეგ აგრძელებს და როგორც ვითომ ჟურნალისტი და დღეს იგივეს აკეთებს როგორც პოლიტიკოსი. ბატონი გურამი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო მიხეილ და საზოგადოება ხედავს იმას რომ სამწუხაროდ არ სრულდება სამწუხაროდ აი ამ ადამიანების აქ მოსვლა
რომლებიც არიან მსხვერპლი და რომელთა ოჯახის წევრები პირდაპირ გაანადგურა ხელისუფლებამ, როგორც თქვენ თქვით, პირდაპირ ხელისუფლებამ. და მე მინდა მიმართო ევროკავშირის ელჩს, გერმანიის ელჩს და ყველა იმ ელჩს, რომელიც პირდაპირ უჭერს მხარს ნაციონალურ მოძრაობას. რამდენი ადამიანი უნდა მოვიდეს კომისიაზე, რამდენი მოკლული შვილის მამა, რამდენი მოკლული შვილის დედა, რამდენი განადგურებული ოჯახში დარჩენილი ჯერ კიდევ ცოცხლად და დაზიანებული ადამიანი, რამდენი ქონება წართმეული ადამიანი, მორალის მქონე ადამიანი, რომელიც ჯერ კიდე თავს იკავებდა ზოგი მოსვლას, რამდენი უნდა მოვიდეს, გითხარით ბატონებო, რომ თავი დაანებოთ აი ამ ნაციონალური მოძრაობის როგორც დამნაშავე რეჟიმის მხარდაჭერას. კითხვა გვაქვს ჩვეულებრივ, აი კომისიის წევრი, პარლამენტის წევრი, მართალია კითხვებზე პასუხს არ სცემენ, მაგრამ მათ შორის თქვენი სახელითაც კითხოთ ევროკავშირის ელჩს, რომელიც პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ქადაგებდა წინასაარჩევნო და დღესაც იგივე პოზიციაზეა სამწუხაროდ. გერმანიის ელჩს, რომელიც გვიწუნებს დემოკრატიას და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა არის თურმე კარგი ოპოზიცია. უბრალოდ ციფრი დაგვისახელონ, რამდენი უნდა იყოს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამ კომისიის ვადა არ ეყოფა იმას, რასაც ჩვენ უყურებთ. არ ეყოფა იმას, რომ აი ეს ადამიანები ბოლომდე მოვიდნენ და ამოვწუროთ ეს თემა. არ ეყოფათ, იმიტომ რომ 9 წელი იყო, 9 წელიწადში ბევრი ცუდის გაკეთება მოასწრეს და მე მგონი არ იქნება ეს ცუდი რომ გვიპასუხონ ამ კითხვებზე. რამდენია საჭირო, რომ თქვენ შეეშვათ ნაციონალურ მოძრაობის ხარდაჭერას და სამწუხარო კიდევ ვიცით რა არის. აი უბედურებების მოსმენის შემდგომ გავალთ აქედან და დამხვდება იქ TV პირველის ან ფორმულა ჟურნალისტი და კითხვას ამ საკითხებზე კი არ დასვავს. კითხვას დასვავს რაღაცა სტატისტიკაზე. რაღაც ისეთ საკითხზე, რომელიც საერთოდ ვერც მოვა აი ამ უბედურებებთან, რასაც აქ ისმის. ელემენტარულ ადამიანობას არ გამოიჩენს ის ჟურნალისტი. აი პირდაპირ ვამბობ. აქედან რომ გავალთ, კითხვები ექნებათ TV პირველს და ფორმულას, არა ამ საკითხზე რომ მართალია ეს, დადგენილია ეს, აბა სად არის და როგორ არის და რატომ ხდებოდა ეს. ამაზე კითხვები არ ექნებათ. და ექნებათ კითხვები რაღაცა ფასებზე, იქ რაღაც ხაბეიშვილი გამოუგზავნის მერე კვერცხის ფასებს და იმაზე ექნებათ კითხვები. თუ არა და მოისმინოს მისმა მაყურებელმა, ვინ ჯერ კიდევ უყურებს ფორმულას და TV პირველს. ამასაც ხომ უყურებთ? აი ამ უბედურებებს ხომ უყურებთ? ერთი კითხვა როგორ შეიძლება რომ არ დაგებადოს ამაზე რომ ეს მართლა მოხდა, ეს მაინც დასვიეს კითხვა, მართლა დადგენილია ეს უბედურება, მართლა მოხდა თუ არ მოხდა. აქ უკვე ჟურნალისტიკაზე აღარ არის საუბარი და პოლიტიკაზე აღარ არის საუბარი. ელემენტარულად ადამიანობაზე არის საუბარი. ნებისმიერ შემთხვევაში როცა ხარ ან ჟურნალისტი, ან პოლიტიკოსი და ასეთ უბედურებას ისმენ, კითხვა ხომ მაინც უნდა დაგებადოს. რაღაცა ზდილობისთვის მაინც დასვან ეს კითხვა, მაგრამ ეს კითხვა არ ექნებათ. იცი რატო არ ექნებათ? იმიტომ რომ მათი დამფუძნებელია ამის შემსრულებელი და მათი მხარდამჭერი და კითხვები არ ექნებათ არც ევროპარლამენტში სამწუხაროდ. არც იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გვიწუნებენ დემოკრატიას. და ევროკავშირის ელჩი რომელი ქვეყნიდანაც არის, პოლონეთიდან, იქიდან რომ ჩამოვიდნენ, ზუსტად ამ რეჟიმის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის გასაპარებლად აქედან და ის ექიმები რომ გამოაგზავნეს, ნაწილ-ნაწილო უნდათ გაეტანათ ვივამედიდან სააკაშვილი. აი მათ კითხვები რატო არ აქვთ ახლა ბატონ მიხეილთან და იმ ადამიანებთან, ვინც აქ მოდის დაუსრულებლად. აი ეს არის დღის წესრიგი, სხვათა შორის არა მარტო საქართველოსი. თქვენ ახლა ბატონო მიხეილ არ მარტო საქართველოს დღის წესრიგს ქმნით. ეს არის დღევანდელი მსოფლიოს დღის წესრიგი, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ბევრი იბრძვის, მაგრამ რეალობა დღეს ეს არის ზუსტად რომ ჩვენ შევქმნით ზუსტად საქართველოში ჩვენ შევქმნით ეს პრეცედენტები, რომ სამართლიანობის აღდგენა მოხდეს საქართველოში. ბოლოს და დაგვიანებით მართალია, მაგრამ მაინც უნდა მოხდეს. თქვენ სამართლიანად უწოდეთ ამ კომისიას სამართლიანობის აღდგენის კომისია. ოფიციალურად სხვა რამე ქვია, მაგრამ რეალურად ეს უნდა იყოს. და კიდევ ეს თქვენი ხელისუფლება რომ ეს დღევანდელი მოქმედი ხელისუფლება რომ მობრძანდებოდა, ხელისუფლებაში მე ვზეიმობდი, მობრძანდა სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგი. თან გაამართლა და მე მგონი ბოლომდე მეიყვანთ ამ ბრძოლას. აი ვერაგძალასთან მიმართებაში. აუცილებლად და ის მე იმედი მაქვს. ნებართვით კი ბატონო 100%-იანი იმედი მაქვს, რომ ეს დღევანდელი ხელისუფლება
დასვამს წერტის ამ სამართლიანობის აღდგენის საკითხში. პირდაპირ მნიშვნელობით. დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. მერთმა დაგლოცო, გაგაძლიერო ღმერთმა. გაიხარეთ და ჩემი კითხვა არის ძალაში. თქვენი მხრიდან დიდი იმედი მაქვს. ევროკავშირის მიმართ და იმელჩების მიმართ. გითხრან რამდენი უნდა მოვიდეს ადამიანი აქ გაუბედურებული, რომ თავი დაანებონ ნაციონალურ მოძრაობის ხარდაჭერას. მადლობა. მერთმა დაგლოცო. კი ბატონო, უერთდები ბატონი გურამის შეკითხვას ელჩებთან დაკავშირებით, მაგრამ აქვე დავძენ რომ ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ უკვე იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა იმედი გვაქვს. ამ პოლიტიკის წყალობით, რასაც ახლა ქართული ოცნება ახორციელებს, რეალურ შინაარს შეიძენს და ის ახალგაზრდები, ვინც აქ ბრძანდებიან, ჩვენი პარლამენტის სტაჟიორები, ვინც გვისმენენ, ვინც შემდეგ ხელისუფლება უნდა გადაიბაროს, მათ უკვე ისეთი სამართავი სახელმწიფო ექნებათ, სადაც აქ გამოგზავნილი უცხოელი ელჩის აზრი საერთოდ არ იქნება საინტერესო ქვეყნის შიდა საქმეებთან დაკავშირების. ნელ-ნელა აქეთკენ უნდა წავიდეთ, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ იმ ელჩებმა, რომლებიც 2012 წლიდან დღემდე 1-2 გამონაკლისის გარდა გვარებს არ ჩამოვთვლი პრობლემები რომ არ შევუქმნათ, 1-2 ბედნიერი გამონაკლისის გარდა არც ერთი არ სცემდა პატივს ჩვენ სუვერენიტეტს, არც ერთი არ სცემდა პატივს იმ სისხლს, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველებმა დავღვარეთ და მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს ამ მართლა მთავარ შემოქმედს და ჯალათს იმ რეჟიმის, რომელიც ახლა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფება და აღმოჩნდა ბატონო მიხეილ რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის ხდომებს ცალითვალით მაინც ადევნებს ერთგულად ყურადღებას იჩენს და გვისმენს. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ რომ მთავარმა ავტორმა იმ სისხლიანი რეჟიმის რომელმაც თქვენი ოჯახი გაანადგურა, უდანაშაულო თქვენი შვილი და სხვების შვილები შეიწირა, ის გისმენდათ დღეს და მან თვალით შეხედოს ამ გადაცემას ორი თვალით შეხედოს ლაშკაცობა და გამბედაობა უნდა ცოტა მაინც რომ რა ჩაიდინა მას ჯალათურმა ჯგუფმა მაგრამ ჩვენი კომისიის მიზანია ასეთია ქართული ოცნების ხელისუფლების და ჩვენი დიდი გუნდის პოლიტიკური ნება რომ ჩვენი დასკვნა რომელშიც თქვენი ცამდე მართალიშვილის საქმეც აისახება დოკუმენტი დაიდება უნდა გახდეს ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი წევრები პოლიტიკურ საქმიანობაში აიკრძალონ, რომ ისინი ვეღარასოდეს არამც თუ ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, არამედ აი პოლიტიკურ პროცესშიც ვეღარ მიიღონ მონაწილეობა, რომ თქვენნაირი ჭირისუფლებს არჩევნებისას ნერვებს აღარ უშლიდნენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბოდიში საქართველოში ღმერთის გამოყოფილი ჰაერი არამია მაგათვინ არ უნდა სუნთქავდნენ. ჯოჯოხეთში უნდა გადაიკარგონ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას. კი ბატონო, გეთანხმებით. აი ეს ჯალათები, აშკარად ვამბობ. ბატონო მიხეილ, სანამ დაგემშვიდობებით, რა კი მომეცა ეს პატივი თქვენთან შეხვედრის. მერთმა დაგლოცო. მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ძალიან. მადლობა გადაგიხადოთ იმ ყველაფრისთვის, რაც თქვენს წინაპრებს ჩვენი სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, საქართველოს განუყოფელი ნაწილის, აჭარისთვის გიკეთებიათ. იმიტომ რომ აჭარის და ძლიერი აჭარის გარეშე არ არსებობს ძლიერი საქართველო. თქვენს ყველა თაობის წინაპარს მადლობა ამისთვის, მადლობა თქვენს ოჯახს, თქვენს გვარს, თქვენს სოფელს და მთელს კუთხეს მთიან აჭარას იმისთვის, რაც ჩვენი ქართული სახელმწიფოს ძლიერებისთვის თქვენ წლების მანძილზე ბევრი ჭირვარამის მიუხედავად გიკეთებიათ. დიდი მადლობა ამისთვის. უღრმესი მადლობა თქვენს, რა ჯაფაც გაწიეთ, რა ძალისხმევაც გამოიჩინეთ აი საქმეების, ტკივნეული საქმეების მიმართ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. მადლობა. უძვირფასესი გულწრფელი უღრმესი მადლობა ყოველივე თქვენგანს. და წარმატებებს გისურვებ ღმერთმა. წარმატებულად ბოლომდე წარმატებული გზით და გამთავრებიონ აი ეს თქვენი განცდები.
თქვენი მოლოდინი, თქვენი დაწყებული საქმე. მადლობა თქვენ. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ თქვენთან ერთად ჩამობრძანდა ბატონი ოთარი სურმანიძე, რომელსაც ასევე უდანაშაულო შვილი იმავე სპეცოპერაციის ფარგლებში მოუკლეს. ის ბიჭიც იყო სტუდენტი ჩემი შვილის ერთად მესამე კურსში. თქვენ თუ გნებავთ მოსასვენებელში დაუცადეთ მას, შეგიძლიათ გვერდით სკამზე გადაბრძანდეთ და იქ მოусმინოთ. რა თქმა უნდა, თუ კომისია არ არის წინააღმდეგი, უკვე გამოკითხული ბრძანდებით და შეგიძლიათ აქვე მოусმინოთ ბატონი ოთარის მტკიცებულებების შესახებ ინფორმაციას. გთხოვთ დაბრძანდეთ, სამდივნოს ვთხოვ, რომ შემოაცილოს დარბაზში ბატონი ოთარ სურმანიძე, რომლის ვაჟიც ბატონი მიხეილ